მოგესალმებით. პირველი საათია დილამშვიდობისას აღარ გეტყვით. ესე იგი მე ახლა მინდა ყავა. ოღონდ აიმე ნალექიანი მოდუღებას აზრიც არ აქვს. ასე რომ უნდა ლექოს დავლევ. აბარაშვებით როგორ ხართ? და რაღაცებზე მინდა გესაუბროთ სამსახურში წასვლამდე. აიბე, ელიტკივა. გუშინ დავანაგე სამზარეულო გავაწყრიალე. ხო და მინდა პასკის გამოცხობა. კი ბატონო, ოღონდ ამ ცოცხლას სამზარეულოში მინდა პასკის გამოცხობა. სადაც არც მიქსერი მაქვს და არც დიდად ბევრი რამე. ხუმელიც კი არა მაქვს. უბრალოდ ესა მინდა მაინც ახლა აღდგომა პასკასთან ასოცირდება. კვერცხს რა თქმა უნდა შევღება. და ისა მინდა რომ პასკებიც გავაკეთო. აეროგრილში. არ ვიცი რამდენად კარგი გამოვა, მაგრამ აეროგრილში ჩვეულებრივად აცხობენ კექსებს, მაფინებს და წესით ისიც არ უნდა გაუჭირდეს. მე მგონი უნდა ლექო ყავას იმდენად შევეჩვიე, რომ ნალექიანი დავივიწყე. იმიტომ რომ სამსახურში სულ უნდა ლექო ყავას ხოლმე. ყოველთვის. ესე იგი, დღეს გამაბრაზა ჩემმა ფისომ. საპირფარეშო ხო ვუყიდე, ქვიშაც ხო ვუყიდე, ჩავუყარე. გადებს ხო უყვართ, რომ იმას იზავენ, მერე ესე ქვიშას აყრიან ხოლმე. ხო და ქვიშაც ვუყიდე, იმხელა საპირფარეშო ვუყიდე და დღეს სხვა განქნა და მივიყვანე საპირფარეშოსთან და ვეჩხუბე. აი ესე თავისივე თათებით გავაკეთებია ის ქვიშა მივაყრევია და მეთქი აი აქ უნდა ქნა თქო. ეს არის შენი ადგილი თქო. და ვეჩხუბე. ანუ მაგას ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქვიშა იმას უქენ და მაინც სხვაგან თუ იზავ და ვერ წარმოვიდგენდი. მაგრამ არ ვიცი. წესით არ უნდა იქნა ეგრე, მაგრამ რა ვქნა, ვეჩხუბე და სხვანა გავაკეთე.
აი აქ რა მაქვია თვალში მეფარება ის რაღაც ხო და იმას ვამბობდი რომ პასკის გაკეთება მინდა მაგრამ თან არის ის მომენტი რომ პასკას მართლა ძალიან დიდი დრო დიდი პერიოდი ჭირდება მე კვირა ორშაბათი დილიდან საღამომდე სამსახურში ვარ ანუ აღდგომასაც და მიცვალებულთა მოხსენიების დღესაც სამსახურში ვარ ღამის თევაზე აუცილებლად უნდა წავიდე სამებაში აი შაბათ ღამეს როგორც კი მაღაზიას დავკეტავ ეგრევე სალაროში ჩავთვლი საქმეებს მოვისტუმრებ და 10 წუთში გავიქცევი სამებაში აუცილებლად სამების ტაძარში უნდა დავასწრო ღამის თევას და მერე დილას ეგრევე სამსახურში წავალ ანუ ღამე ნათელზე წავალ სამსახურში ხო და მანამდე როგორ მოვიქცე ახლა დღეს არის 16 კვირა არის 20 მე მგონი ხო 17-18 ნუ ეს 2-3 დღე დამჩარო ესე იგი როგორ მინდა მოვიქცე იცით რომ მუშაობ და პასკა უნდა გამოვაცხო ან დილას ესე იგი სანამ სამსახურში წავალ მანამდე შემიძლია დღეს უბრალოდ გვიან გავიღვიძე სანამ სამსახურში წავალ მანამდე 4 საათამდე მაქვს დრო კვირის და ორშაბათის გარდა რომ დილას გავიქცე ის მომეწონა ძალიან ყველაფერი ერთ სივრცეში კარფური ქარვასლაში მაქვს საშუალება რომ დილას გავიქცე ვიყიდო მასალა ესე რა ქვია მოვზილო ცომი დავტოვო მოზელილი და საღამოს რომ მოვალ გამოვაცხო ანუ საღამოს რომ მოვალ ესე 12 საათზე გამოვაცხო ან შემიძლია საღამოს რომ მოვალ ჩავზილო დილას გამოვაცხო ანუ მთელი ამ დროის განმავლობაში მიკროფონი მეკეთა და ის მთავარი არ შემიერთებია სატენის მხარეს რაც ერთდება ხო და კიდე კაი რომ ხმა ისმოდა რა რაც ისეც არ ყოფილა რომ არ ისმოდა უბრალოდ დაბალ ხმაზე ისმოდა და კიდე კაი რომ მალევე შევამჩნიე ვამბობდი იმას რომ პასკის გამოცხობა მინდა ოღონდ ისე უნდა მოვიქცე რომ აი სანამ სამსახურში წავალ დილას ადრე ავდგე პასკის მასალა ვიყიდო ცომი მოვზილო დავტოვო მოზელილი მერე წავიდე სამსახურში და საღამოს 12 საათზე რომ მოვალ გამოვაცხო ან ისევ ჩავზილო და მეორე დღეს გამოვაცხო ან უბრალოდ ფორმებში ჩავალაგო საღამოს რომ მოვალ ფორმებში ჩავალაგო და დილას გამოვაცხო თან კარგადაც ამოფუვდება ეხლა დედაჩემი რომ მიყურებდეს გააფრენს იმიტომ რომ იცის როგორი დატვირთული გრაფიკიც მაქვს და ნეტა ერთი რა თქინდაო მეტყვის იყიდე ერთი ცალიო რა სწვალობო მეტყვის მაგრამ თან ამავდროულად იცის რომ მიყვარს ეს პასკის კეთება ანუ საჭმელების კეთება რომ მიყვარს იცის დედაჩემმა და რომ მეზარებოდეს არ გავაკეთებ მაგრამ მინდა უბრალოდ რომ გავაკეთო ნუ თან მეზარება ეხა ცოტათი იმიტომ რომ დრო არა მაქვს უბრალოდ და ყველაფრისთვის ვერ ვიცლი ესე იგი
ძალიან ყველაფერი როგორ გითხრათ ახლა ლაპარაკის თავიც არ მაქვს და რას ვიწყებდი ვლოგის ჩაწერას გუშინ 4 საათზე დავიძინე ესე იგი ჭურჭელი დავრეცხე გაზი იმას რა ქვია ქართულად ონკანი გავხეხე კარგად გემრიელად გავაწკრიალე და ძალიან გვიან დავწექი მერე რო დავწექი 3-ზე დავწექი მე მგონი და მერე დავიწყე სერიალის ყურება მზარეულებია ერთი ქართული სერიალია აი უცხოური სერიალი როა რუსულია თუ რომელიღაც ქვეყანაში ზუსტად მსგავსია რა ძალიან შემიყოლია მაგ სერიალმა ძალიან შემithრია და ლამის გამათენებია და ისა 11-ზე გავიღვიძე დღეს შესაბამისად ძილი არ მიყო ეხა 4-ზე უნდა წავიდე 3-ზე უნდა წავიდე სამსახურში 4-დან მუშაობ 1 საათით ადრე გავდივარ ყოველთვის იმიტომ რომ გზაშიც დრო მჭირდება და დაგვიანებას ადრე მისვლა ჯობია ყოველთვის ხო ძალიან ბევრი რაღაც მაქვს გამოსასწორებელი მაგრამ როგორი რაღაცა ეხა თქვენთან საუბარზე მეტად საკუთარ თავს რო ესაუბრები გულში მაშინ უფრო ამჩნევ თუ რეები გაქვს გამოსასწორებელი და ეხა თქვენ რაც არ უნდა გითხრათ ისე კარგად მაინც ვერ გეტყვით როგორც მე შიგნიდან ხედავ ამ ყველაფერს თუ რა მაქვს გამოსასწორებელი ძალიან ბევრი რაღაც უარესობისკენ წავიდა და ძალიან ბევრი რაღაც მაქვს შესაძლებელი და გამოსასწორებელი ასევე ვფიქრობ იმას რომ უნივერსიტეტს თავი დავანებო უпростоრედ აკადემიური ავიღო კი შეიძლება ეხა მომკლათ იმიტომ რომ 2 წელი რაც მე ვიწვალე რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა და პირველ წელს რო ჩავიჭერი გამოცდებში იმხელა ტრავმა გადავიტანე და მაინც იმდენად მინდოდა სტუდენტობა რომ არ დავნებდი და მეორე წელსაც გავედი ეროვნულ გამოცდებზე მაგრამ უბრალოდ ვფიქრობ რომ ჩემი ნამდვილი პროფესია არის კულინარია მზარეულობა და ასევე არ მაქვს ამ უნივერსიტეტში სტუდენტობის შეგრძნება. კი მართალია ეხლა სამსახურის გამო დიდად ვეღარც ვახერხებ უნივერსიტეტში სიარულს და ეგეც არის, მაგრამ რომც ვიარო არ მაქვს განცდა სტუდენტობის, იმიტომ რომ სულ დავდივართ 2 სტუდენტი ფსიქოლოგიის განხრაზე, ხან მარტო ვარ ხოლმე ლექციებზე და ხან ჩვენ ორნი ვართ, ხან მარტო თვითონ უწევს ყოფნა და მე არ მაქვს საერთოდ სტუდენტის განცდა ესე ვთქვათ, მაგრამ მხოლოდ განცდა ხო არა ბოდიშით სწავლებაც იმდენად არ მომწონს რა საერთოდ დრო ისე გადის, დასვენებები ისე მოდის, ფული გადასახდელი ისე უცებ არის ხოლმე, რომ ძალიან მალე გადის დრო. მაგრამ არ ვიცი, ვფიქრობ, რომ სამზარე კულინარიის განხრით კოლეჯი უფრო აჯობებს. თან უფასოა, თან რამოდენიმე თვეში დასაქმების პერსპექტივა გაქვს კოლეჯიდან, თან კიდევ რის თქმა მინდოდა ეხა. ხო, მოკლედ უფასოა, თან საქმდები,
თან პრაქტიკასაც გადიხარ და თეორიასაც და მე ვფიქრობ, რომ აი ჩემი თავი წარმომიდგენია სამზარეულოში. და უბრალოდ იმის გამო, რომ დიპლომი მქონდეს 4 წელს ვერ დავკარგავ. თან ამ ხელაფულსაც ტყუილად არ გადავყრი, ანუ უბრალოდ არ მომწონს და რა გავაკეთო. მირჩევნია, რომ სხვა გზა ავირჩიო. საერთოდ არ მიღირს დიპლომი, რომელიცაც ვერაფერში ვერ გამოვიყენებ რა. ანუ უნივერსიტეტში თუ სწავლობ, უნდა იარო, უნდა იყოს კარგი სწავლება. შესაბამისად, ეხა მარტო კარგ სწავლებაზე კი არა, მე თვითონაც ვატყობ, რომ კარგი სწავლება რომც იყოს, მე თვითონ ვერ ვახერხებ რა, ანუ სწავლას მეტი დრო რო დაუთმო. ასე რომ ფსიქოლოგია უბრალოდ კი ძალიან მიყვარს ეგ პროფესიაც და მომწონს, მაგრამ ჩემი თავი ფსიქოლოგიაში დიდად ვერ წარმომიდგენია იმდენად როგორც სამზარეულოში რა. ჩემი საყვარელი საქმიანობაა მზარეულობა და აი სპარში მუშაობას მირჩევნია ჩემი საყვარელი საქმიანობით, ასე ვთქვათ, ანუ როცა მუშაობ, შენს საყვარელ საქმეს თუ აკეთებ, ძალიან სასიამოვნოა, ასე ვთქვათ, მუშაობის პროცესი რა. ხო და ეგრეა, რატომღაც წარმომიდგენია, რომ აი სამზარეულოში საჭმელების მომზადება ჩემთვის სასიამოვნო პროცესი იქნება. ხო და რა ვიცი რა, რაღაცა უფრო ისეთი უნდა გავაკეთო რა. ცოტა უკეთესობისკენ რო წავიდე. ხანდახან მართლა, ანუ როგორი პიროვნება ვარ რა. ბავშვობიდან მართლა ყველაფერი მინდა, ყველაფერს ვაკეთებ. ხან იმ საქმეს მივედებოდი ბავშვობიდან, ეგეთი ვარ, ხან ამ საქმეს, ხან იმას ვაკეთებდი, ხან ამას ვაკეთებდი და ბოლომდე ვერცერთი საქმე ვერ მიმყავდა. ხო და ეს რა პრობლემაა, იცით? ეს არის მარტივად რო გბეზრდება რა, ყველაფერი. მე ახლა ის ანუ ხანდახან ნატრობ ხოლმე თავიდან რომ мотиваცია მქონდა და ენერგია მქონდა, ის ენერგია მომცათქო. იმიტომ რომ მართლა ახალი ჩამოსული რო ვიყავი თბილისში, დავრბოდი წინ და უკან უნივერსიტეტშიც დავდიოდი, სწავლებასაც ვასწრებდი, მუშაობასაც ვასწრებდი, სახლშიც ყველაფერს ვასწრებდი, სისუფთავეს, სიკოხტავეს, საჭმლის კეთებას, ყველაფერს ვასწრებდი და მართლა აი მაშინ მართლა ესე ვთქვათ მიხაროდა ყველაფერი და სიახლე რო იყო, ძალიან დიდი мотиваცია მქონდა და ეხლა ნელ-ნელა ყველაფერი მომბეზრდა. ანუ ყველაფერს მოუკელი, ყველაფერ კარგს მოუკელი, ყველაფერი კარგი მივატოვე, ცუც მოვუმატე, სიზარმაცეს და ასე შემდეგ. ხო და რაღაცა უნდა შევცვალო რა. პირველ რიგში გამოვასწორო გრაფიკი, ძილი, უნდა გამოვასწორო რავი, დილაობით მინდა რომ ძუნძული დავიწყო, ცოტა ისეთ ენერგიაზე რომ მოვიდე. წელში მოვიხარე, იმენა სასწაულად შემძვრალი ვარ ხოლმე მაცივრებში, ვადების კონტროლის დროს. ხო. აი ეხლაც ლაპარაკის თავის საერთოდ არ მაქვს, მაგრამ თავს დავაძალე, რომ ვლოგი უნდა გადამეღო. აი ხანდახან მგონია, რომ უბრალოდ
აღარ შეუძლია ჩემს ორგანიზმს, ჩემს სხეულს უბრალოდ დაიღალა და დასვენება უნდა, მაგრამ ხანდახან მგონია რომ აი ვაძალებ რა. არ შეუძლია, მაგრამ ვაძალებ ბოლომდე. ხო და ეგრე ხა ძალიან საკუთარი თავის გადატვირთვა არ შეიძლება. სიმართლე რო გითხრათ, არ ვიცი რა მღლის, მართლა არ ვიცი, ბევრად უფრო რთულ სამუშაოებზე დადიან, ბევრად უფრო რთული გრაფიკი აქვს, მაგრამ ესეთი მოდუნებულები მაინც არ არიან ჩემსავით და აი მე რა მჭირს არ ვიცი. ისეთი ფიზიკური დატვირთვაც ეხლა სასწაული მე არა მაქვს და აი რა მღლის და რაშია საქმე ვერ გავიგე. მაგრამ ეგრეც არ არის, ეხლა ყოველთვის დასვენების დღეს თავისუფალ დროს ყოველთვის გავდივარ რავი სასეირნოდ, განსატვირთად. ეგრე ძალიანაც არ ვტყვი თავს საკუთარ თავს. მაგრამ აი ამ მხრივ რაც შეეხება სწავლას და უნივერსიტეტს სწორი ნაბიჯის გადადგმა მინდა რა. ჩემი აზრით უნივერსიტეტს ჯობს კოლეჯი. კი ახლა ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ზოგისთვის აი ზოგისთვის როგორ არის, იცით, მართლა ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ვაიმე დედა უნივერსიტეტში ჩააბარა და რა ჭკვიანი ყოფილა. მაგრამ რო გაიგებს, რომ უნივერსიტეტს თავი მიანება, დედა ეს სულელი ყოფილაო უნივერსიტეტს თავი მიანებაო, დიპლომის გარეშე რა ეშველებაო, როგორ იცხოვრებსო, აი ესეთი ხალხიც არსებობს რა. მაგრამ მე მაგარი არ მაინტერესებს, ანუ მე თავარია მე ვფიქრობდე, რომ მე თუ ხვდები, რომ ეს დიპლომი და ეს უნივერსიტეტი მე არ გამომადგა, არ გავჩერდები. ანუ არ მაინტერესებს სხვა რას იფიქრებს, ვაიმე რადგან დაიწყე საქმე ბოლომდე მიიყვანე და დიპლომი აუცილებლად საჭიროა და უდიპლომო სასიძო ხო არ იქნები და მე ეგენი არ მაინტერესებს. ანუ მე ხო ვიცი რა გამომადგება, რა არ გამომადგება, ჩემთვის რომელი გზა უფრო სწორი იქნება, მე ხო ვიცი რაც თავარია და მე თვითონვე მივიღებ გადაწყვეტილებას. ასე რომ არ ვიცი. ეხა კოლეჯებს ვეძებ. თბილისში არის რამოდენიმე კოლეჯი ვნახე უკვე სამზარეულოს განხრით. მშვენიერი კოლეჯებია და რატომღაც მგონია, რომ სამზარეულოს სფეროში უფრო დიდ წარმატებებს მივაღწევ, ვიდრე ფსიქოლოგიის სფეროში. ფსიქოლოგიის სფერო ეს არის უბრალოდ რაც მიყვარს და მაინტერესებს, მაგრამ სამზარეულოს განხრა და სფერო ეს უკვე აქ უკვე ძალიან დიდი სამომავლო მიზნები და გეგმები მაქვს და ვფიქრობ, რომ ამ გზას უნდა დავადგე უფრო მეტად რა. ხო და რა ვიცი, ეს მე ხო შემიძლია გავაკეთო ესა რა ქვია მაგას ამ უნივერსიტეტიდან გადავიდე სხვა უნივერსიტეტში კვების ტექნოლოგიის განხრით, მაგრამ არ მინდა უნივერსიტეტი. უნივერსიტეტს იცით რა პერიოდში უნივერსიტეტის რა პერიოდში მიუბრუნდები, იცით? აი დიდ ასაკში ვინც ირჩევს ამ გზას, რომ ჩააბაროს უნივერსიტეტში, მე მყავს მართლა დაახლოებით 35 წლის გოგოა ჩვენ უნივერსიტეტში, რომელიც დადის და სწავლობს იდეალურად. ანუ მაგ ასაკში, როცა მიიღებ იმ გადაწყვეტილებას, რომ უნივერსიტეტში მიხვიდე, მხოლოდ იმიტომ არ მიდიხარ, რომ აი
რა ასაკის გამო არ მიდიხარ რა მხოლოდ. კი ეხლა ჩვენ ახალგაზრდები რა თქმა უნდა სწავლის გამო მივდივართ უნივერსიტეტში და განათლების გამო, მაგრამ გვაქვს ის ფაქტორიც, რომ ასაკი გვაქვს, რომ ესა სტუდენტობა გვინდა, სტუდენტური წლების ის გვინდა, გაზიარება გვინდა. მაგრამ მე თუ სტუდენტობას დავაპირებ და სწავლას დავაპირებ, იცით რა ასაკში დავაპირებ, აი როცა ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიქნები, როცა მართლა მექნება იმის დრო და შესაძლებლობა, რომ აი ვისწავლო და მაგიტო ვიარო უნივერსიტეტში. სწორად გამიგეთ რა, კოლეჯი იმიტომ მირჩევნია, რომ შეხება გაქვს რა თვითონ პროფესიასთან. საჭმელების მომზადება გიწევს. თან საქმდები, თან უფასოა. ძალიან ბევრი პლუსები აქვს და დავფიქრდები ამ თემაზე. დავფიქრდები კი არა, უკვე დროა, რომ დავაჩქარო გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ჯერ მაქვს დრო რა. იმიტომ რომ ერთი წელი თითქმის გავიდა. ძალიან უცებ გადის დრო. სექტემბერში, ოქტომბრიდან უკვე მეორე კურსზე გადავდივარ და აი უნდა მოვიფიქრო რა მინდა, როგორ მინდა, რატომ მინდა, რისთვის მინდა, რომელი ჯობია და ასე შემდეგ. არ ვიცი, თქვენ რჩევებსაც მივიღებ რა თქმა უნდა და გავითვალისწინებ. თუ ეს რჩევა სწორი იქნება რა თქმა უნდა. ანუ სწორ რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ. შეიძლება რაღაცაში ვცდებოდე და დამიწეროთ, რომ აი ამაში არ ხარ მართალი და შეიძლება ეგეც მივიღო. თუ სწორად დაწერეთ და თუ მართლა არ ვარ მართალი. ასე რომ, რა ვიცი, თქვენც დამიწერეთ თქვენი აზრი. მაგრამ უბრალოდ მე რასაც დავაკვირდი არ ღირს რა. ამხელა თანხას თუ იხდი, კი ჩემშიც არის პრობლემა, იმიტომ რომ ამხელა თანხას რო იხდი, უნდა იარო უნივერსიტეტში, უნდა ისწავლო, მაგრამ მე რომც ვიარო და რომც ვისწავლო, ვფიქრობ, რომ ამ უნივერსიტეტში ისეთი კარგი სწავლება არ არის, როგორიც უნდა იყოს რა. ბევრად უფრო მეტ რაღაცას მოითხოვს ჩემი აზრით უნივერსიტეტი. სხვა მხრივ ყველანაირად მომწონს, რავი, გარემო, თვითონ პერსონალი, ლექტორები, ყველა და ყველაფერი მომწონს, მაგრამ აი უბრალოდ ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, ის არის, რომ მივხვდი, რომ მომავალში ფსიქოლოგიაში ჩემს თავს ვერ ვხედავ. ანუ ხოდა დროა მალე მივხვდე ამ ყველაფერს, რომ ეს წლები ტყუილად არ დავკარგო და იქნებ უფრო სწორი გზა ავირჩიო და იქნებ უფრო კარგი იყოს კოლეჯში შესვლა და კოლეჯში სიარული. არ ვიცი. ესე იგი, ერთი ჩემი მაყურებელი იყო, დიდი ხნის მაყურებელი, კატაზე ვიდეო რო დავდე, სოფელში გადაღებული ვიდეო რო დავდე, ეგ იყო როდინდელი ვიდეო, იცით? 3 კვირის წინანდელი, ანუ პარასკევ დღეს დავისვენე, დასვენების დღეს წავედი სოფელში, კატის გამო წავედი მართლა. რომ კატა ჩამომეყვანა. წავედი სოფელში და მეორე დღესვე დილას ჩამოვედი თბილისში და მაგ პერიოდის ვლოგი იყო ეგ.
და ეგულოგი რო დავდე უკვე კატა ჩვენთან იყო, ჩემმა ძმამ ჩამომიყვანა კატა თბილისში. და ესე იგი ჩემი გამომწერი მიწერდა კომენტარებს ვაიმე ბაჩო როგორმეო მეც მქონია მსგავსი შემთხვევაო და მე რო არინანო აუცილებლად ჩადი ჩააკითხეო წამოიყვანეო კატა თბილისშიო თქვენთან ერთად იყოსო და აი ძალიან ეტყობოდა ამ ადამიანის კომენტარს რომ უბრალოდ ცხოველების მიმართ რა დიდი სიყვარულიც ჰქონდა ანუ კატის მიმართ განსაკუთრებით შეიძლება ეხლა ძაღლი არ უყვარდეს იმდენად მაგრამ კატის მხრივ ისეთი კომენტარები დამიწერა და ისე განიცადა ეს ამბავი რომ აი მივხვდი რომ ძალიან უყვარს რა კატები მეც ძალიან მიყვარს აი ჩაბურდღნული მყავს იმდენს ვეფერები და იმდენს კოცნი მაგრამ დღეს რო გამაბრაზა ძალიან გამიკვირდა კი ეხა მიჩვეული არაა და რაღაცა მაგრამ კატა ყოველთვის ეძებს ისეთ ადგილს რომ როცა იზავს თავის გასაკეთებელს მერე ესე თათებით მიაყაროს ქვიშა ხო და რავი პლასმასის ვუყიდე საპირფარეშო ქვიშაც ჩავუყარე და მაგ ადგილას ესე ვთქვათ რატო არ ქნა ვერ მივხვდი არ ვიცი მიჩვეულიც რო არა მაგიტომ არა ვეჩხუბე სიმართლე გითხრათ არ დაგიმალავთ ეხლა გალახვით არ გამილახავს რა თქმა უნდა მაგრამ ვეჩხუბე აი იქ მივიყვანე და როგორც კი ქნა იქ მივიყვანე სადაც ეს ქვიშა მაქვს ჩაყრილი და ჩავსვი იმაში და აი აქ უნდა ქნა შენ თქო და ვეჩხუბებოდი თან რა აი როგორ გითხრათ ეს არის თქო რა შენი ადგილი და აქ უნდა ქნა თქო ვეჩხუბე და შემდეგისთვის არა მგონია ესე მარტივად მიაჩვიოს ქვიშაში მოსაქმებას ეხა ისე გემრიელად წევს ლოგინზე თან კურტკას აწევს აი ესე თათი აქვს სახეზე აფარებული გემრიელად წინავს წავედი ეხა ძალიან ისავარ რა ქვია საერთოდ არ ვიყავი ლაპარაკის ხასიათზე მაგრამ აი ესე რადგანაც თავისუფალი დრო მქონდა და რადგანაც არაფერს არ ვაპირებდი გადავწყვიტე რომ გამჭდარიყავი და ვლოგი მაინც ჩამეწერა რა ვიცი აუცილებლად მოვისმენ თქვენს აზრს გავითვალისწინება აუცილებლად და რავი რამე კარგი რჩევები თუ გაქვთ მირჩიეთ დამიწერეთ კომენტარებში წავედი ახლა ნაბა დროებით